გია. რა შევი? შენ ახლა მორიდებული ხარ? ცოტა იმისაც ეშინია გუშინ იყო სოციალურად მოშურვები და იგი უთხრა საშიშროებაა თქვენი გაყვანის. საერთოდ გაყვანისო? რომ გაგეყვანოთ მინდობით აღზრდაში. არაფერი არ არის ეგეთი. ბავშვებსო და მაგიტომ არიან შეშინებული. მუშურგეშინიათ თქვენ? მინდობით აღზრდაში არავინ არ გაგიყვანთ, რატო გაგიყვანთ მინდობით აღზრდაში? აუ, თუმცა რომ ბავშვო ჯარცს ვაძებნიეთ, თვითო იძებდაო და ესვა. ამის გრობისთვის. ყუილი, ვინ გითხრათ ეგ ნახე ხარ? ანუ ამით გაშინება. ხო, რისკის ქვეშ ხართო, რომ ბავშვებიო გავიყვანოთ. ვერ გავლენ ბავშვები გარეთ. მაგის პირობას მე გაძლევთ. რა ბავშვებმოსავალი. ანუ თქვენ ახლა ჩვენ გადაცემით თანხას ავაგროვებთ, და თქვენ შემოსავალი გაგიჩნდეთ და ბავშვ გარეთ ვერავინ ვერ გაიყვას. ეს ხო თქვენი სახლია? კი, რა თქმა უნდა, მეუღლის სახლი. შემოსავალი? სოციალური დახმარება 900 და 200 რიბიას პენსია. ბავშვებს მარტო ჭამა ხომ არ უნდა, ჩაცმა უნდათ, სკოლა აქვთ. და იმიტომ რომ ბავშვი ჯარც აგროვებსო გავიყვანთო? ხო, საშიშროებაო, რისკის ქვეშ არისო ბავშვი. და ალტერნატივას რას ვაკეთებო? სახელმწიფო რითი დაგეხმარებიო, რომ ბავშვმა ჯართი არ შეაგროვოსო? ხო, რომ გაყვანითო, უნდა. რა, სხვას მიუყო შენ შულსო და ეგ არის დახმარებაო? ხარი რომ მე იმ სხვა უნდა ზღაურებთ, მე უთხარ ბავშვების მოვლისთან ხათათ ის მე მომეცით, მე უთხარ სხვა შრომაზრდა და ბავშვები უნდა წაიყვანოთ მე. ესა ჩვენო არ გვეხებაო, ეგო ეს ანუ სიგიჟე. ანუ ესე იგი მოვალ და შენ შულს წავიყვან, იმიტომ რომ საჭმლის ფულს ჯართს შოულობ საჭმლის ფულსა და სხვას მივცემ და იმას ფულს უხთიან, რომ ბავშვის შულს მოუარონ და ოჯახებს არა. სახლში მოხუცებული ბებია, ორში მკვდარი არის. მოკვდა ნანერულები, სასწრაფო კინაღას გამოვიძახეთ, ისე ცუდად იყო ბავშვებზე როინერი. შენ ვერავინ ვერ წაგიყვანს ვერსად. ნახსოვს ბიჭები რო იყო ჩვენთან მოსულები სახლ დაგვითოლეს? ნანუკას ფრონდიდან იყო მოსულები ბიჭები. მოხალისეები. იმდენი რაღაცები მოუტანეს პროდუქტები, ტკბილეულობა. რა კარგია, არ თამაშები და სახლ დაგვითოლეთ წამ. მე გამბავი არ ვიცოდი, მოდი ჩვენ კიბეზე ჩამოვწდეთ. მოდი შენც. რა ლამაზი ხარ? შენ ახაც მოდი ახლოს ჩემთან. შენ მოდი რადგან ინტერვიუ შენთანაც. აბა მომიყევით ახლა რა ხდება აქ. არა, მე ყავას არ ვსვამ, ამიტომ არ შეწუხდეთ. მომიყევი რა ხდება შენსკენ. არა, თუ არ მომიყვები, ახლა მე წავალ თბილისში. უნდა დამელაპარაკო. გურული და უენა არ მინახია, მე ნახე გურული და მორიდებული. ეხლა შენ მე უნდა მომიყვეთ ორივე მრაშვებით და როგორ ხართ და რითი ცხოვრობთ და? ვიცი ვართ კარგად. არა, ეგრე არა, კარგად უნდა მელაპარაკო. ჩათვალე რომ მე და შენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. ამ სახლში რამდენი ცხოვრობთ? მამა, დედა, ჩემი დები და მე. შენ. და ბები. ანუ შენ მეორე დაც ყავს? ერთი ბაღნებშია. სად არის? ბავშვებში თამაშობს. თოვლის ამბები მომიყევი, დიდი თოვლი იყო? ძალიან. შეგეშინდა? კი. დრისი? სახლი რომ ჩამონგრეული იყო. კიდე რისი შეგეშინდა? მეტი არა. ეხლა რაღაცა ძალიან მოწყენილი მეჩვენებ. თაზაკეტირებ. შენ ხო არ გონია რომ ტირილის ცირცხვილია? არა, მე სულ ტირი ხოლმე. და ეს ბიჭებიც სუტირიან ხოლმე, საერთოდ არ არის ცირცხვილი. შენ ახლა ყველაზე მეტად რაზე ნერვიულობ? ჩემ წაყვანას. რომ მეუბნებოდან წაგიყვან. ვინ გითხრა ეგ წაგიყვანა? ნინო სალუქვაც. ვინაა ნინო სალუქვაც? არ ვიცი. სოციალური მუშაკი. სად წაგიყვანა? მიდოვით ახტიაში. შენ გითხრა ეს ამას ვიზამო? შენ მაგისი არ შეგეშინდეს? შენ ვერავინ ვერ სადღაც წაგიყვას, მე გაძლევ მაგის სიტყვას. იმიტომ რომ დედიკო აკმაყოფილებს ყველაფერს და შენ იყო მასთან კანონი არსებობს. ხო გაიგე. არ ინერვიულო შენ მაგაზე. აი, აქ სხვა რაზე ნერვიულობ? მათი არაფერს. ანუ მარტო ეგერთი გვაქვს სანერვიულო ნინო სალუქვაძე? ნინო სალუქვაძე ნამერი გააქვთ? თქვენ არ ინერვიულობ, ბებო? ერთი წამით არ ინერვიულობ. ბავშვის წაყვანა, ესე კი მარტივი კი არ არის. შენ ესე პირდაპირ გითხრა, რომ წაგიყვანო?
ჯერ გვითხრეს რომ თქვენ სახში თქვენ სახში კერძებს არ აკეთებს სახში და ასე მითხრეს რომ თქვენ ქალაქში შაურმას ყიდულობთ და ჭამთო სახში ესე იგი არ ყიდულობთ მთელი საქართველოს გამოწერითაა საჭმლის ყველას ბავშვი უნდა წავთ არ სახში ძალიან ბევრი ოჯახი არ აკეთებს შუა შენ მაგაზე არ ინერვიულო შენგან დარეკება შავატენინო გამარჯობათ ნანუკა გაწუხებ ჯორჯოლიანი მე ვარ იმ პატარა მოზარდთან რომელთანაც თქვენ იყავით და დავხვდა საოცრად დასტრესილი რომ მინდობით აღზრდაში გამიყვანენო ტირის და თქვენ გახდით ამ Salvador Nanuta, მინდობით აღზრდაში ბავშვის ოჯახის გაძლიერების მიზნით მუშაობთ რომ ხის ცენტრში ჩავიწყოთ და საიდან მოიგონეს ეს ინფორმაცია მე ვერ გეტყვი. ანუ თქვენ ბავშვისთვის არ გითქვამთ რომ მინდობით აღზრდაში გავიყვანთო? არა, სისულელია. და გაძლიერება რა დიახ გაძლიერება ხდება იმ კუთხით, რომ ბავშვები ჩართული იქნებიან დღის ცენტრში. სხვა პროგრამა ჩვენ არ გვაქვს და ეს ძალიან კარგია. თუ რაიმე დაგაინტერესებს გალბატონო შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს კი ბატონო. ანუ ამ ბავშვის აქედან გაყვანა არ განიხილება. არა, საერთოდ არ თავი არასოდეს არ განხილულა. და კარგი, ძალიან დიდი მადლობა. აღარა გვაქვს ანერვიულო ჩვენ. აღარ გვცვალი ახლა, მაგრამ მაინტერესებს შაურმა რა კონტექსტში ახსენეს? რა ვიცი, ესე შაურმებს ვყიდულობ ბავშვებისთვისო და ამზადებო და რაღაცე ითხოვე, ესე იგი სიგეთის ქალაქშიო დახმარებაო. გამგეობიდანაც დამეხმარეს რამოდენიმეჯერ. ანუ შაურმის ფული რო გაქო, რატო თხოვოთ სიგეთის ქალაქსო? ბავშვები მეუთხარი თვიდან თვემდე 900 ლარს ღებულობენ, მეუთხარი ბავშვები მის დახმარებას მეთქი და თითო შაურმა არ ეკუთვნით მეთქი, რომ ჭამოს ბავშვებმა მეთქი? ხო და აღარ ამოუღინა. ესე იგი სკოლიდანაცო მითხრეს რომ ბავშვიო დედაზეო ძალადოსო საიდან მოიტანეს ასეთი ესე იგი ვინმე რომ ბავშვს ჯარს ვაგროვებიებ ვითომ და მაშვები მაგით ძალადო ბავშვი და სტრესავ ყველა მეზობელი იტყვის რომ მე ბავშვს აი გეფიცები უფლის წინაშე რომ მე ბავშვებს ეხელი არ ამახსნა ნატყამ და არც არასოდეს მიძალადებია ანუ პრობლემა ბავშვო ჯართი ჭირდება რომ გამოიკლოს თქვენშია და არა სახელმწიფოში ხო პრობლემა იმაშია რომ ბავშვი 11 წლის ბავშვი ჯარს აგროვებს და სიკეთის ქალაქში მოითხოვა ეს დახმარება ხალხისგან რომ საჭმელი ქონოდა და სველი წერტილი და აბანო და ისინი ქონოდა რომ ბავშვმა ნორმალურად იბანაოს ისაც სტრესში არ მამა რომ დაიჭირეს 1 წელწადი არ უნახია ის 250 ლარიც არ ქონდა რომ იქ შეგვეყვანა ციხეზე მომიყავი ხა შენ და ჯართის ამბები აბა ვით იცხოვრობ რა სურვილები გაქვს რატო აგროვებ ჯართს რომ ლამას სახში ვიცხოვრო და სად აგროვებ ამ ჯართს ხელებში ეგრე სადა ხელი შორსა აქედა მომიყევი შენთან ვარ ჩამოსული შორსა შენი ღელი არა აბა მანახსა არ მომგზეს რო გადახო ხელია ჭალაში ჭალა შენს დაყვები და ვინ გითხრათ რომ იქ ჯართია? ბავშვები კატავდა ველოსიპედზე, ჩვენ უკან მივყავდით და იქ რომ მივედით, რა ქვია, დავაპირეთ რომ ახეკვა ის ჯართის. ანუ ბავშვებს მიიყევით მათ? ხო, იქ ბავშვები იქით კატავდა და ჩვენც გავყევით ის ფეხით. შენც იყავი მათ? და რამდენს პოულობთ ამ ჯარს დღეში? არ ვიცი. აი ბოლოს რამდენი იპოვ? ბოლოს მგონი 10 კილომდე. 10 კილომდე? არა. რამდენი ლარის, კაი, მოდი ესე მითხარ. ან 15 ანათი. პირს არ აღებ. ან 14 ანათი. 10-15 ლარი? და რას ყიდულობ ნახვალ? არ ვიცი, ხამ აგროვებდი. დრისთვის მომიყვა. რომ მამასთან შესულიყო. მამასთან შესვლა ახლა მოგვარდა? დი. შეაგროვე მაგის ფული? ჰა? მართლა მაგ ჯართით შეაგროვე ფული? დაიფიცე. რა მაგარი ბიჭი ხარ, ანუ ჯართით შეაგროვე 250 ლარი? საერთოდ არ ხარჯავდი ფულს? შაურმებსაც არ ყიდულობდი? შოქში ვარ. როგორ მოახერხე ეგრე? მე მაგ დიდი ყულაბავ და იმაში ხოლმე აგროვებდა. იმ ყულაბაში და ეხლა გაქვს იქ 250 ლარი მამიკოსთვის? არა, უკვე დახარჯა, გადაიმასკრა. მისცა ფული და მოაწერეს უკვე ხალი და უშევაც მივდივარ. ეხლა რა გაქვს ახალი მიზანი?
თუ მამის ფული უკვე შეგროვებულია, პაემნის კიდე რა გაქვს? სახლის გაკეთებაზე იმდენად ვერ ვაგროვებ. სახლის გაკეთება? ეს კარგად გასაკეთებელი კი არის, ხო? სამო, აბა მანახეს ადგილას სამ სველი წერტერი. ანუ აქ ბანავთ? აქ ბანავთ ხოლმე არ ამოხსის, გულში და ეს არ ამოხსის. ცხელი წყალი გააქვთ? კალონკა გონფაკტებული. მოსახსნელია და გასაკეთებელი. აბა ეხა რითი ბანავენ? ფეთრზე უცხელი წყალის და გაზი. ანუ აქ კიდე აბაზანა? აბაზანა და ლამაზი კუხნები და ხორდაც. პირველ რიგში სახლის დახურვა გვინდა. აკაი არა სამი მაცივარი გაქვთ სახლის დახურვაზე, მაცივარი კი არა, სარეც მაქნა. სახლის დახურვაზე აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. კი, ველაპარაკე და იურიდიულად გავიდეთ კონსულტაციას, რომ როგორ მოგაწოდოთო ამ სტიქიას. აუცილებელი, იმიტომ რომ 4 წლის წინ რო სახურავი მოგცეს, კარგია, მაგრამ მე გარარცვლის იმას, რომ ეხა რო სტიქია იყო, რომ სახურავი არ მოგცენ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სახურავზე მას იზავენ, რა გამოსავალს იპოვიან. უკან კიდე სახლზე ფანჯრები არ აქვს. აქ ჩემი ჭიდაობის მედლები. შენი მედლები? აი, ჭიდაობაზე ამას უნდა გელაპარაკო. ანუ ჭიდა, აქ დადიხარ? კი. ხო, რამდენ ხანში ერთხელ? ზოგჯერ პირველ დღეში მისვენ. ყოველ დღე დადის. ყოველ დღე დადიხარ? არა, თუ სადაც და არც ყოველ. ანუ კარგად სწავლობ? ყველაზე კარგი ნიშნები რაში გაქვს? მათემატიკაში. მათემატიკაში? რა ნიშანი გაქვს? აი, ზოგი 7-იანები და 6-იანები. 6-იანი კაი ნიშანი არა? ახლა მიიღო 10-იანი 10-იანი რაში მიიღე? მათემატიკაში. ტესტირებაში. შვილო, 10-იანი თუ მიიღე, რაღაც 7-იანით მიწყებ ამბის მოყოლას, 10-იანით დამიწყე. მე ცოტაჯერ ნიშნები არ მოსვლა მეხუთე კლასში და არ მოსვლა ჯერ ნიშნები. ანუ თავარი ამბავი არის ის, რომ მათემატიკაში ხა გამოცდაში მიიღე 10-იანი. თუ ტესტში თუ რა, ხო? გამოცდაში. გამოცდაში. ჩვენ რაზე შევთანხმდით? ლაპარაკის დროს პირი გააღე. ახლა აი როგორ ჩენი დააღებს პირს, ესე გააღე ლაპარაკის დროს. მიდი? ლიბერგე. აბა ილაპარაკე. მამა ამეიღინა. ხო, მაგრამ მეიღენა. გურული. აი გურული იყო, აი იყო გურული. ხმამაღლა მეიღენა, ბაღანა. თუ როგორ თქვენ ბაღანას ეძახით ბავშვებს? ბაღანა. ბაღანას არ ეძახთ, მე მგონი ბაღანას იმერლები ეძახიან. ბავშვს. არა, თქვენ ბავშვს არ ეძახით ახლა. ნუ მატყუებ. ბავშვს ეძახით. მე ხოლმე ბაღნებოს. ბაღნებო. არის თქვენი ბაღნები. ხმა მოუშვი, მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. ხოჩა, კიდე უფრო მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. ხოჩა, გახსენით მე. მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. რაო. მე მათემატიკაში მივიღე 10-იანი. ხოჩა, მე ვარ კარგი ბიჭი. მე ვარ კარგი ბიჭი. მე ვარ ძალიან კარგი ბიჭი. მე ვარ ძალიან კარგი ბიჭი. ხოჩა, აბა ხა თავიდან გავაგრძელოთ. შენ ფიქრებზე მომიყევი, გუშინ რაზე ფიქრობ? მამასთან შესვლას. ხოჩა. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი რატომ არის მამასთან შესვლა? შევეხუტა. შევეხუტა, აი იყო გურული უკვე. ნახე, შევეხუტა უკვე გურული იყო. რაზე ოცნებობ? ისეთი კითხვა, მაგრამ მაინც მაინტერესებს რაზე ოცნებობ. სწავლაზე მოცნება და ენები. მოჭიდა რომ გახდე ჩემპიონი. აუცილებლად გახდები, ხო იცი? მართლა ყოველ დღე დადიხარ? კი. წვიმაში თოლშიც? ერთხელ დითოლში წევიდა ფეხით ჭიდავზე. სულ ფეხი დადის? ახლა ველოსიპედი რომ აჩუქე სიკეთის ქალაქიდან იმით დადის. აი რა სიკეთის ქალაქი რა საუბრობ. ხალხმა გაჩუქა? ერთმა მამა. ეხლა ველოსიპედი დადიხარ? კი. ძალიან მაგარია. ესე იგი ხა გვაქვს ის რომ ცვლით შენს აბაზანეს, ესე იგი ჩვენ უნდა შევაგროვოთ შენი აბაზანის ფული. ეს გვაქვს შესაძლებელი, ხო? უფრო მეტი გამიხარა მამას არ ხებდი. უშავად. როგორ განიცდი შენი მამიკოს ამბობს? ყველა სიტყვაში მამა ყავს. შენ იცი რომ მამა ეხა გიყურებს? რა სიტყვადი? მამა მიყურებს. მე მინდა იყო ძალიან ბედნიერი. შენ მთავარი ჩემპიონი გამოხვიდე.
ახლა საქართველოს გენო პეტრიაშვილი გინდა რა გამოხვიდე? ახლა საქართველოს ხუთ თვაში თუ ერთ წელში საქართველოზე გავა. საქართველოზე გავა 5 თვაში თუ ასევე საქართველოს ვაქო. ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ ამოვჭრეთ. განსხვავებით სხვა სახელმწიფო არხებიდან რომლებიც აუცილებლად იგივეს ამოჭრეთ. მაგრამ რადგან ბავშვის იდეალი არის გენო პეტრიაშვილი, ეს ამ ვიდეოში დარჩა. რომ ბავშვს უნდა დროშა ისე აფრიალოს, როგორც გენო პეტრიაშვილი. შენ ხო იცი თუ გინდა რომ ბედნიერი და წარმატებულიყო, რა უნდა აკეთო? ისწავლეთ. აუცილებლად უნდა ისწავლო. თუ არ ისწავლეთ, აქედან ვერ გახვდეთ. და თუ გინდათ რომ აქედან გახვიდეთ და ეს სახლი დიდ ლამას ახლა აქცეთ უნდა ისწავლოთ. იცი? პირობას მაძლევ? ჩუჩი არ ვარ ნამყოფი. მიკროფონისაც აიღე. მიკროფონისაც აიღე. რომელ საფუძე ავდივარ? ბოლოზე. ხო. ამ ადამიანზე ძალიან ბევრი ამბავი მოგისმენიათ, ისტორია გსმენიათ, გგონიათ რომ ძალიან კარგად იცნობთ, მაგრამ დღეს მაინც მოგიყვებით რაღაც ისეც, რაც მასზე აქამდე არ გაგიგიათ. როგორ? ჩამოგ. რა შეიძლება? ლოგიკა ზაბლი ცოტა არ იქნება. ვაიმე, ჩამოსრული. ვაიმე, სტუმრები ყავს, შენ ვაიმე. ცეტი შეხად მე ფრანგი მყავს ამაზე უარეს. მოდი. ახლა გურული ძაღლი. ესე იგი, ჩვენ კოკაკოლაზე ვიჭარავთ. ლორდი, მოდი აგე. შენც დაჭარა, მე არ მაქვს პრობლემა. ძაღლებთან, თან ესეთებთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ სახში მყავს ესეთი. შენი დღევანდელი წარდგენა მინდა იმ ისტორიით, რომ სხვის შვილების მამის სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ხა არა მასწავლებელი, არა სამოქალაქო აქტივისტი, არამედ მარტოობას, სევდას, რაღაცნაირად რთულ ცხოვრებას რომ გადაარჩინეს სხვისი შვილები, ეგ ამბები უნდა მოგაყოლო. მოდი თავიდან დავიწყოთ. ასეთი არის 5 შვილი. 5 შვილობილი. აქედან ერთი ნათლულია და უბრალოდ მისი მეგობარი. 4 შვილობილი. ხო. რამდენი წლის არიან? პირველი მირზა, რომელიც გუშინ იყო და შვილიშვილი მოგვიყვანა და ბავშვი ყავდა ჩვენთან და ძალიან გახარებული ვარ, რომ მოვიდა ბავშვს გავეცანით, ძალიან პატარაა ბავშვი და ამიტომ პირველად ყავდა ჩვენთან მოყვანილი. მეორე 23 არის, მეორე 20 წლის, 21 წლის. რა ქვია? ლევანი ქვია. სად არის ლევანი ხარ? ლევანი აგერ სახლში არის. ეს არის ლევანი. ლუკა, რომელიც დავამთავრებინე პროფესიული სასწავლებელი, ის არის შეფი, კულინარიის განხრით და ვასიკო არის ჯარში. ვასიკო რომელიც ნახევრად უკრაინელია. ბინა გვაქვს ნაქირავები იქ, რომ ბიჭებმა დასვენების დღეს იყოს და სად არის გადაწყვეტილი გორში არის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ჯარში ყოფნით. თვითონაც კმაყოფილია და რომ მეუნება რომ აპრილში ვასრულებ, დიდი სიხარულით არ მეუნება, ანუ მოსწონს მასაც იქ. სად იპოვე ეს ადამიანები? მცირე საოჯახო ტიპის სახლში დავიწყე მუშაობა 2012 წელს. და აი როდესაც იქ იწყებ მუშაობას, მართლა ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყო. ამდენი მზრუნველობის დროს თავისთავად გიყვარს ყველა. ყველა ბავშვი, ვინც მცირე საოჯახო ტიპის სახლში არის, თავისი ისტორია აქვს, ის ისტორია უნდა დამალო, არ უნდა თქვა, არ უნდა გააჟღერო, ყველგან არ უნდა ისაუბრო. ამ დროს კიდევ უნდა შეაგუო იმ სახლს. მნიშვნელოვანია, რომ ის სახლი, სადაც მათი ბიოლოგიური მშობლები არ ცხოვრობენ, გახადო მისი. და აი მაგალითად სასეირნოთ, როდესაც ვიყავით თავის ამგზნელებთან ერთად
სულ ვეუბნებოდით ერთმანეთს. რა სახლში ხო არ წაგიყვანო, სახლში დასვენება გინდა, ანუ სახლს ლაპარაკობდით, ალბათ ვამბობდით ერთი 30 ჯერ, რომ ეს ჩაბეჭდოდა მას, რომ ესეც მისი სახლი. ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამან, მართლაც ყველა შეუყვარდა ეს სახლი და მართლა ზრუნველობას არ ვაკლებდით. ანუ როგორ არის აქ ადამიანები, დედები და ოჯახები, რომლებიც ვერ ახერხებენ ფინანსურ უზრუნველყოფას შვილებისას, მიყავთ თუ და კომუნიკაციას და ურთიერთობას ინარჩუნებენ თუ უბრალოდ ამჯერად ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლი უფრო სხვა სტატუსი ჰქონდა ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ბავშვებთან დაკავშირებით. სოციალური მუშაკი გადაწყვეტს ყველაფერს. ანუ სოციალური მუშაკის გარეშე ბავშვი უნდა იყოს ცალკე. ხო, ლევანიკო როდესაც სრულწლოვანი გახდა, მაშინ არ იყო მზად თავის მშობლებთან, ბიოლოგიური მშობლებთან დაბრუნებული იყო. მოკლედ, როდესაც მცირე საოჯახო ტიპის სახლი მორჩნენ, მერე გადაწყვიტენ, რომ ჩემთან წამოსული. პატარობიდან უკვე მართლაც გიჩნდება გზნობა, რომ მამასავით იყო. აქედან გამომდინარე, მერე უკვე მეც ვერ უთხარი უარი, იმიტომ რომ ძნელია რა სახლში ზრდი, კომფორტში და უცებ 18 წლის ასაკის შემდეგ ეუბნებიან რომ всё მორჩა. კეისი მორჩა და აი ყველაზე მეტად მაშინ ჭირდება კანონმდებლებსაც მინდა უთხრა რომ აი ასეთ ბავშვებს რომლებსაც 18 წლის ასაკში ეუბნებიან რომ მორჩა შენი კეისი დასრულდა რაღაც უნდა იყოს კიდევ. სამ ადამიანებმა რომლებიც ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომლებსაც უმამე მოკლედ მშობლებთან ურთიერთობები გააგრძელა ეს? იმას მივაღწია რომ ლევანი დღეს დადის მშობლებთან, არ მიდის ხელცარიელი ცოტა ფინანსურად უჭირთ. ამიტომ სახში ვაკეთებთ საჭმელს. აი პირველად ასე მოხდა. ლევანიკო, ხო არ წაუღებდი, თქვათ ამ ხო შენ მშობლებს. ნუ პირველად წავიდა 5-10 წუთი, მაგრამ მე ვუთხარი რომ კიდევ დარჩი, კიდევ შენ მშობლებთან უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეს. და ლევანი უფრო დამჯერია და ხშირად დადის, მიაქვს კარტოფილი, ზეთი, სხვადასხვა პროდუქტები და ეს იმდენად მახარებს, რომ ძალიან მაგრად. ბავშვს მშობელთან მაინც უხილავი ძაფებია და შეიძლება არასრულ ფასოვნების შეგრძნება ქონდეს, თუ მის მშობლებთან არ ექნება ურთიერთობა. ამიტომ ზოგიერთ შეიძლება გონია, რომ ლადო აფხაზავა არ უშვებს თავის მშობლებთან პირიქით. ამას დრო ჭირდება, ამას ეტაპი ჭირდება, რომ სტრესული არ იყოს ეს ყველაფერი. არატიპიური ბავშვი არის. თუმცა ეს ტიპიური ბავშვი გახდება მაშინ, როდესაც რაღაც გარკვეულ ასაკს მიაღწევს. შეეხება ლუკას უფრო ცოცხალია, უფრო მიზანდასახულია. ლუკა რომ არის ჯარში როა თუ შეფიროა? შეფიროა. 19 წლის ასაკში, რაც კი იქ რესტორნებში არის ცხელები, ცივები და რაღაც ასეთ დასახელები, ყველაში პრაქტიკა გაიარა. სხვადასხვა საჭმელებს რო აკეთებს და დიდი სიყვარულით ამზადებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ისეთი საყვარელია.აში გავიყვან ცოტა ხანს. ლევანი არის ეს, აი ცანცარა, ფრანგზე ცანცარაა ხო? ლევანიკო. მოდი ბიჭი. ამ ეპიზოდებმა რა მოგიტანა? სასისავსის შეგრძნება. ანუ ერთია შენ რა მიუტანე იმ ადამიანებს და შენ რა ოჯახური გარემო შეუქმენი და რა სიმშვიდე და რა კერა და სხვა რამე აი ამხელა იმედი ხო რა ამხელა იმედია რომ იცი რომ ღიაცის ქვეშ არ წახვალ და ადამიანი ყავს რომელიც გააგრძელებს შენთან და თანაცხოვრებას მაგრამ აი შენ რა შეგივს ეს ბავშვებმა თანამშრომლები უფრო ახლობლები მეუბნება რომ ლადო რა ბედნიერია ესპანეთში მიარვა ნამყოფი სტამბულში მიარვა ევროპის ქვეყნებში მიარვა ნამყოფი და აი ბავშვები როგორ წაიყვანე როგორ ყავდა მიკვირს რომ ბავშვები კი არ არიან ბედნიერი კაცო მე ვარ ბედნიერი მე ვბედნიერდები ამით როდესაც შენ თუნდაც მე არ უყურებ ამ ბავშვებს როგორც ხვის შვილად რა თქმა უნდა მისი მშობლებს პატივცემ ვესალმები ვეუბნები აი ფული წაიღე ხელფასი ავიღე და მიდი დედას მამას დაეხმარე იყო შემთხვევა როდესაც ავათ იყო ამათი ბავშვი და დავეხმარეთ სამედიცინო კუთხითაც. ანუ მათ ასე ურჩევნიათ, რომ შემეკითხებიან, ვინ არის ეს ბავშვები, შენი ბიძია ვარ.
ბიძიათ ჩამოვყალიბდით მამობრივ გზნობას შიგნითა, რომელიც არ გამოდის. ერთმანეთი შეავსეთ. აი, ჩემ ბიჭებიდან ერთ-ერთ ბიჭს, მაგალითად, მირზას არ ყავს მშობელი. მამა არ ყავს და აი ყველანაირად ვცდილობ, რომ აი მირზას უკვე ცოლი ყავს, შვილი შეეძინა, ხო და აი ბაბუას რო ეძახი ამ ბავშვს, გაგიჟდა ის მირზა, რომ შენ ბაბუას ეძახი და აბა რა უნდა დაუძახო ხა შპიძიას შენ გიძაღოდი და ამისთვის ბაბუა ვარ მეთქი, მაგრამ ეგერ ლევანი უკვე მეუნება, ჩემ მე რო შვილი მეყოლება იმას დაუძახე, ბაბუას კი დაუძახებ, ანუ დღეში სამჯერ მეუნება. ადრე, როდესაც მე მოხალისედ მუშაობდი სოფელ ნიგვზიანში, იყო ერთ-ერთი ბავშვი, დათო, რომელიც მამამ მიატოვა. და აი მაშინ მეურვეობა ვიკისრი ისეთ ოფიციალურად კი არა იმ დროს არც სოციალური სამსახურიც არ არსებობდა და მაშინ ერთადერთი რაც გავაკეთეთ პირველად ეს იყო თავის კლასელებთან ერთად წავედით მაღალჯუმათის მონასტერში და მოუნათლეთ. კარგი ხანი ცხოვრობდით და მე უკვე მოგვეწონა გოგო, რომელიც იყო აი სუფსის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი დაწყებითი კლასის მასწავლებლის შვილი იყო. ეხლა ის გოგო ჩვენი რძალი უკვე დაწყებითი მასწავლებელია თბილისში და მოკლედ არ მოვეშვით და ცოლი მოიყვანა დათომ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვს უკვე მე-12 კლასშია პირველი შვილი ბავშვი. შინამდვილეში ძალიან დიდი ოჯახი გაქვს. ხო, დიდი ოჯახი გვაქვს, ვიღაცები გამოგიყიდება, მაინც ინტრიგნები არის, რომ აი ოფიციალურად არა, რა თუ უნდა ოფიციალურობას იკეთის კეთებას, ხო? არ უნდა. და რა სტატუსი გექნება ფურცელზე რა მნიშვნელობა აქვს? თავარია ბავშვი. მიუხედავთ იმისა, მაგ. ხო, მაგრამ თავარი ხო? ესპანეთში როგორ წაიყვანდი, მაგალითად 17 წლის ბავშვს თუ საბუთი არ გაქვს, ხო? ესპანეთში ყავდა მურსიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი მაგისტრატურას და აქ ვარ დავტოვებდი ლანჩხუთში მარტო ბავშვებს. ამიტომ წავიყვანე და იქ ყავდა და იქ გაგვიმართლა მე რომ ესპანეთის მეფის ბიძაშვილი იყო ჩემი დეკანი და იმან ცალკე პატივი გვცა იქ და ძალიან მაგარი იყო. უკრაინელი ბავშვი საიდან მოხდა? უკრაინელი ბავშვი ვასილ ნიკოლაენკო დაიბადა ბათუმში. მას ყავს უკრაინელი მამა, რომელიც გაქრა უცებ და დარჩა დედასთან. მე ვასიკო მინდობით ახსნაში იზრდებოდა სხვადასხვა ადგილას, ცელქი იყო ძალიან ცელქი იყო, ერთმა მინდობით ოჯახმა გამოუშვა, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მცირე საოჯახო ტიპის სახლში არ გაჩერდა კიდევ და ბოლოს მოხდა ჩვენთან ლესაში. ჩვენმა კარგმა მუშაობამ, თანამშრომლობამ იმუშავა ძალიან კარგად და აი ვასიკო ისე ყველაზე ჩუმი, ყველაზე შვიდი ვასიკო იყო. ხო. გარემო მიმდენად სწორი შეუქმნა. კი, სწორად განსაზღვრეთ ყველაფერი რა სჭირდებოდა, რა უნდოდა, რა. თორემ პირველად რომ მოვიყვანეთ, გარბოდა. დედასთან აქვს ურთიერთობა? რა თქმა უნდა. მოკლედ, სად რომელ წლებშიაც არ გავიხედავ რაღაცა სვისიშვილი სულ არის შენთან. ვიღაცა არის, მაგრამ ეს რაღაცნაირად ამით არც არასდროს არ ვლაპარაკობდი, ახლა ამ ბოლო დროს მოვიდა დრო, რომ ზოგიერთი ალაპარაკდა ახლა ზოგიერთი მაგალითად საბუთებს თხოვს, რომ აი საბუთი არ გაქვს ოფიციალურად არ გიდასტურე, რა თქმა საბუთი როცა არასრულწლოვანი იყო, მაშინ მქონდა და ეხლა როცა სრულწლოვანია, საბუთი რო გავაკეთო, ისე გვარი და გვარი რატომ უნდა დაუკარგო ბავშვს და ან რას მიიღებ მაგით? რას მივიღებთ ამით, რომ ახლა რატომ უნდა გახდეს აფხაზავა, როცა ფირცხალაიშვილია, რატომ უნდა გახდეს თქვათ ნიკოლაი აფხაზავა, როცა ნიკოლაენკო შვილობა თუ ისა რა ქვია შვილობილი რა მნიშვნელობა თავარია არ მოაკლო აი მაგალითად ლევანიკოს მუდმივად ჭირდება მედიკამენტური მკურნალობა თქვათ ძალიან სოლიდური თანხა სჭირდება იმისათვის რომ ის მედიკამენტები მიაწოდოთ ახლა რო ვფიქრდები შეიძლება მის ბიოლოგიური ოჯახს არ აქვს ამის შესაძლებლობა და ვერც გააკეთებს ხო ვერც გაუკეთებს და
ამიტომ აი ბავშვი ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ეს მცირე საოჯახო ტიპის სახლი დაიხურა, რომელშიც შენ იყავ. ხო, რომელშიც მე ვიყავი, დაიხურა უკვე ძალიან. ასეთ დროს როგორ ხდება მე ბავშვებთან ურთიერთობა, საჭიროების მქონე ბავშვებთან? მე არ ვიყავი უკვე მენეჯერი, როდესაც დაიხურა და მე გული მწყდება. აი ყველა რესურს გამოვიყენებდი, რომ ის სახლი არ დახურულიყო. ბატონ, სოფლიოში რამდენი მასწავლებელი შორის ხარ? სოფლიოში ვარ 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის. 10-ში. დედა, რა სამაყვაცა. აი შენთან რო ვიყავი გადაცემაში მაშინ ვიყავი 50 საუკეთესო. ეხლა უკვე 10-ში ხარ. ხო, 10-ში და ამ ხალხთან დღესაც მაქვს ურთიერთობა და აი მაგალითად ყოფილა სხვა ქვეყნებში უკვე 68 ქვეყანაში ვარ ნაყოფი. ეს ადამიანები ჩემთვის არის რაღაც აი პირველად რო შევხვდი და გავიცანი ისინი ისევლე აი ორი თვის მერე შეიძლება ვნახო და კიდევ ისე ხვდებით ერთმანეთს. ძალიან მაგარი და შთამაგონებელი მასწავლებლებია. ხო და ისინი ალბათ ჩვენზე შოკში არა? ნუ ახლა მე ძალიან კარგად ვერ ვსაუბრობ იმას ინგლისურად. ამიტომ ახლა ძალიან ისე ვერ გავაცანი თავი, თუმცა ყველაფერი იციან ხო? ეგარი მნიშვნელოვანი ჩიბათიდან რო ხარ და სოფლიოს 10 საუკეთესო. ჰიუ ჯეკმანმა რო ჩიბათი გამოაცხადა ჩიბათი საჯარო სკოლა, აი მე ფიქრობ რომ ეს ჰიუ ჯეკმანი აცხადებს ჩემს სკოლის დასახელებას და ძალიან მაგარია, ხო? აბა ხო აი იმ პერიოდში მოდი სწორად გამიგე ინგლისში, საფრანგეთში, რაღაცა იტალიაში მარტივია, იმიტომ რომ მათთვის ხელმისაწვდომია განვითარების ხელსაწყოები რა და აქ საარსებო მინიმუმისთვის საზრუნავი გაქვს ვიღაცის შვილებს უნდა მოუარო გაჭირვებულ მეზობელს, ანუ ამ პირობებში რომ შენ თავში იმ რესურს პოულობ, რომ საუკეთესო მასწავლებელი იყო, შენ 100-ჯერ მეტ ენერგიას ვარჯავ ამისთვის. აი სოფლიოს ის 10 საუკეთესო მასწავლებელი ვინც იყო მე ტარდება მასტერ-კლასები. ხო. და აი მასტერ-კლასებზე იმდენი ჩამოაქვთ რესურსები. ხო. ისეთი მასტერ-კლასებისთვის რომ ზოგი რაღაცებს ამზადებს, აკეთებინებს სხვაებს. ხო. მე ჩავედი არაფერი არ მქონდა. რა უნდა წამეღო საქართველოსთან ბოლოს და ბოლოს ქურთუკი ვიყიდე მეორად ტანსაცმლის მაღაზიაში 32 ლარი მივეცით. შეწასულებ. და აღმოჩნდა ჩემ და ჭირად ეს ქურთუკი აღმოჩნდა ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის, რომელიც ინტერნეტში იდვა ძალიან დიდი ფასი ჰქონდა და გამოფინეს რომ ნახე რა აწვია და მეც მიგვირდა დედა რა მაწვია ვერ ხვდებოდა. რა იცი ხანდახან ჩემი თავისთვის და ჩვენი თავისთვის არ ვცალია და თუ ვინმე მიიცლის რომ ჩემზე ილაპარაკოს ან თუნდაც სტატუსი დაწეროს ან თუნდაც კომენტარი დაწეროს მაგაზე რა არის ზუსტად ცდილობ რომ არ გავჩერდე ეს არ მნიშვნელოვანი ხო არ გავჩერდე იმიტომ რომ სულ მოძრაობაში უნდა იყოს სულ უნდა იაქტიურო სულ თუ გაჩერდი всё გზაც იკეტება ცხოვრება არის ზმნა კი იმიტომ რომ ზმნა მდგომარეობის ან მოქმედების აღნიშნული სიტყვაა ხო და აი ზუსტად ცხოვრებას ესადაგება ზუსტად ცხოვრება ნამდვილად ზმნაა რომ არ გაჩერდე წახვიდე წინ არ დაიჩოქო წამოდგე ყოველ გაჭირვებაზე და არ უნდა დანებდე ყველას მოუწოდებ აი ჩვენ ბიჭებს ჩვენ მოსწავლეებს რომ არ უნდა გაჩერდე და იბრძოლო ყოველთვის ცვლილებებისკენ აუცილებლად ყოველთვის სიახლისკენ და სიახლებისთვის ხო შეიძლება ხანდახან სიახლეებმა შეგაშინოს მაგრამ უნდა გაუმკლავდე უეჭვა